გამარჯობა მეგობრებო, ეს არის გადაცემა ანტიბიოტიკი, ჩვენ ვართ სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის და ნეტთან თანამშრომლობის პარალელში ვაკეთებთ ამ გადაცემას. დღესაც ვისაუბრებთ გურიაში მომხდარ დიდთოვლობაზე, რომლის პარალელშიც როგორც წინა გადაცემებში აღვნიშნეთ, ჩვენც რაღაც გარკვეული აქტივობით ვიყავით ჩართული და ამ თემაზე ვისაუბროთ ჩვენთან ერთად დღეს იქნება ასევე ჩვენი მოძრაობის წევრი, ამ გადაცემის ერთ-ერთი თანაზამყვანი და აქტიური მოქალაქე თამარ მიქაძე, რომელთან ერთადაც ჩვენ შევეცდებით განვიხილო და შევაჯამოთ ის ამბები, რაც ამ პერიოდში, ამ ერთი კვირის განმავლობაში მოხდა და რა განცდა, რა ხედვა და რა თქვა შეფასებები ექნება თაკოს ამასთან მიმართებით, ამაზე ვილაპარაკებთ დღეს. და პირველ კითხვას ასეც დაუსვამთ მაშინ პირველ რიგში ანუ რამდენად იყო შენთვის რამდენად ძიმე იყო შენთვის იმის დანახვა რომ ჩვენთან ადამიანების სიცოცხლე ანუ ეს ვიცოდით სადაც მაგრამ ყოველ რაღაც მსგავს ტიპის შემთხვევების დროს კიდევ უფრო ნათელი ხდება რომ დამოკიდებულია არა სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვაზე არამედ რაღაცა მოხალისეების რაღაცა მსგავს ტიპის ინიციატივებზე რაც ჩვენთან იყო გამარჯობა პირველ რიგში რაც მინდა რომ ვთქვა არის რომ ის სიმძიმე და ის რაღაცა სირთულეები რაც ჩვენ აი ამ რაღაცა დიდთოვლობამ რომელიც ეს დიდთოვლობა იყო და ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ თუ თვითმმართველობამ თუ რაც არის აქცია სტიქია და ამაზე მე უფრო ვრცლად ვისაუბრებ სიმძიმე არის ის რომ რეგიონი არის უკიდურეს გაჭირვებაში ანუ ჩემთვის კიდევ ერთხელ, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენ ვიცოდით და ეს შეიძლება ცენტრიდან იმ ხალხმა, რომელმაც მართლა თავი გადადო და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაწყვიტა, რომ დახმარებოდა ამ ხალხს, შეიძლება ბევრი გაკვირვებულიც ვნახე და ჩვენთვის ეს არ იყო ახალი, რამდენად უჭირს გურიის რეგიონს. ეს არ ახალი არის ჩვენთვის, თუმცა აუცილებელია კიდევ ერთხელ ამაზე ვისაუბროთ, რომ გურიის რეგიონი არის ერთ-ერთი თუ ყველაზე არა გაჭირვებული რეგიონი საქართველოში და ეს ხო ესე არ მომხდარა რომ მაგალითად ხელისუფლებამ მაინც დიდთოვლობის დროს დაიკიდა ფეხებზე და არ მიაქცია ყურადღება ხალხს ის ფაქტი რომ ჩვენ აი აქამდე მივედით ანუ ეს ყველაფერი არის მიზეს შედეგობრივ კავშირში ერთმანეთთან და ეს ყველაფერი არის კომპლექსური. ეს არ ყოფილა რომ მაგალითად თოვლი მოვიდა, ხელისუფლებამ ხალხი ფეხებზე დაიკიდა და აი ამის გამო მოხდა უდიდესი ტრაგედია. პრობლემა ხალხნო იყო ის რომ აი ადამიანს რომელსაც არ აქვს საშუალება რომ სახურავი გადახუროს ისე რომ რაღაცა 1 მეტრი თოვლი რომ მოვა არ დაინგრეს ეს არის იმის ბრალი რომ ხელისუფლება ვერ ახდენს ამ ადამიანების ასე ვთქვათ განვითარებას ეკონომიკურად ისე რომ ამათ ამის საშუალება ჰქონდეს. ის ფაქტი რომ ოჯახს არ აქვს სახლში 3-4 ერთი კვირის საჭმელი მარაგი ნიშნავს იმას რომ ადამიანს უჭირს და მხოლოდ ფიქრობს იმაზე რომ ხვალ და დღეს და ხვალ შეჭამა საჭმელი. ის ფაქტი რომ პენსიონერს არ აქვს რაღაცა საბაზისო მოხმარების მედიკამენტები ჩვენთან რას ითხოვდნენ ანუ ითხოვდნენ რომ წნევის წამალი არ აქვს ხალხს ითხოვდნენ რაღაცა დიაბეტის რა ქვია სამკურნალო წამლები არ აქვს პამპერსი ითხოვდნენ და ასე შემდეგ. ანუ ეს ზოგადი მოცემულობა რომ რაღა შორს წავიდეთ ანუ ის ფაქტი რომ ადამიანს საჭმელი არ აქვს და პური არ აქვს და ფქვილი არ აქვს თან სოფელში ხალხნო ანუ რაზე არის საერთოდ ლაპარაკი ეს ხომ მხოლოდ თოვლის დროინდელი პრობლემა არ ყოფილა ანუ ჩვენ მთელი ზაფხული და არა მხოლოდ ბოლო 2 წელია რაც ამ პროცესში ძალიან აქტიურად ვარ ჩართული კარდავდივართ და ამ თითქმის ყველა სოფელში ვართ ნამყოფი და ჩვენ ჩვეულებრივ პირობებში ზაფხულში გაზაფხულზე შემოდგომაზე რა ვიცი ხალხი ხვდებოდა და გვეუბნებოდა რა მის სახლთან ანუ ეს არ დამავიწყდება ეს ფაქტი გვეუბნებოდა ეს ხალხი რომ მის სახლთან ანუ სამთარში რომ მოვკვდა ვერ დამარხავენ იმიტომ რომ იქ ტრაქტორით არ ამოდისო ამას ვსაუბრობ ჩვეულებრივ პირობებში ანუ ზაფხულში ჩვეულებრივ ამინჩი ის ხალხი რომელიც რაღაცა პენსიის მანქანას რო აუყვებოდით ხოლმე ამ პენსიას რო აიღებ და იქვე მეზობლებში არიგებდა ანუ განარაში უნდა იყოს ადამიანს 300-400 ლარი ანუ იმის თქვა მინდა ძალიან შორს რომ არ წავიდეთ რომ ეს ტოტალური გაჭირვება რაშიც გურიის რეგიონი არის
არის აი ამ დე-ფაქტო მავნებელი ხელისუფლების დამსახურება, ეს ტოტალური გაჭირვება ამათ ნაბიჯ-ნაბიჯ აშენეს. რატომ? იმიტომ რომ გაჭირვებული ადამიანის მართვა, გაჭირვებული ადამიანის დაშინება და მათი აი იმ მდგომარეობამდე მიყვანა, ასევე ესეც ძალიან მძიმე არის, რომ ანუ ხალხმა ასეთ დროს, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, აქ ხომ ზედმეტია ყველანაირი რაღაცა პოლიტიკურ, ასე რა ქვია, გემოვნებაზე ლაპარაკი და ჩვენ ერთ-ერთი წამით ეგ არ გაგვირჩევია, რომ ვისთან მიქონდა საჭმელი ან ვისთან მიქონდა წამალი. ამის ფონზე რაღაცა ეს სახელისუფლებო ორგანოები თუ ვინც იყვნენ, ანუ პასუხისმგებელი პირები, ჯერ ერთი ის რომ რაღაცებს ამადლიდნენ მოსახლეობას, მეორე ის რომ ანუ ამის დრო გქონდათ რომ რაღაცა ოფროუდის მანქანაში ჩამხტარი რისთვის ანუ რა ვიცი სთორის გადასაღებად თუ რისთვის და იქიდან ხალხს როცა რა ვიცი წუთებზეა დამოკიდებული რომ იმას რაღაცა წამალი მიუტან საჭმელი მიუტან შე რომ იმისი დრო გაქვს რომ ვიღაცებს პოსტ და კომენტარს დიო რომ რაღაცა თურმე 85-ით მოსულა თოვლი ერთ-ერთი აღარ მახსოვს სახელი და გვარი 85-ით მოსულა თოვლი და მაშინ 112 საერთოდ არ იყო და მაშინ თურმე ხალხი ერთმანეთს ეხმარებოდა ანუ რა დონის მორალურ დეგრადირებას ვუყურებდით ჩვენ ანუ რაღაცა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობამდე დაიყვანა ეგ რომ აი თუ თქვა რაღაც შენ გაჭიროს შენი ბრანდი ანუ ეგ ერთი რომ ხო ანუ ნიჩაბი ხო გაქვს ანუ ვის ავალდებულებ რომ შენი გასაკეთებელი გააკეთოს რა ანუ ჩვენ რაც ვიხილეთ მოხალისეების მხრიდან ის იყო უდიდესი და მართლა წარმოუდგენელი სოლიდარობის აქტი და ამაზე ცალკე მინდა ვისაუბრო თუმცა ეგებ ძალიან ცუდი ადამიანი ვარ და ეგებ საერთოდ არ მინდა არავის დახმარება და გიხდი მაინც ამ გადასახადებს და მაგაში გიხდი ანუ შენ ჩემ მორალზე რა ანუ რატომ მესაუბრები როდესაც შენი ვალდებულებაა რომ გზა გაწმიდო ანუ ამ ხალხის მხრიდან და კიდევ ძალიან ესეთი ჩემთვის აი ყველაზე ცუდად ეგ ხდება და ყურში და გონებაში და გულში არის ყველაფერს აკეთებენ ხო ოკეი ანუ კი ყველაფერი გააკეთეს რა ვიცი ვერ დავიჯერებ ახლა რომ ვიღაცას რომ პრინციპში კი დავიჯერებ მაგათგან რომ ვიღაცა შეიძლება სიკვდილის პირას იყოს და არ დაეხმაროს რაღაცა პირადი მისი რა ქვია ბრაზის დაპირისპირების გამო თუმცა ყველაფრის გაკეთება დაიწყეს მას შემდეგ რაც ხალხმა ჩვენ ავტეხეთ განგაშის სიგნალი თორე იქამდე ლაჩხუთის მერი ამბობდა მგონი რა 2 მეტრი თოვლია და ვეღარ ჭრეთო და ანუ ეს 2 მეტრი თოვლი ნახევარ საათში ხო არ აღმოცენდა არსაიდან იქამდე იყო 10 სანტიმეტრი 50 1 მეტრი და თუ შეხვალ 50 სანტიმეტრში და გაწმენთ დღეში ორჯერ მინიმუმ რაღაცა იქ ცენტრალურ გზას 2 მეტრზე ის მოცემულობა არ დაგიდგება რომ ადამიანი იქ სასიკვდილოდ მშიერი იქნება ჩაგდებული და განწირული და ამის ფონზე ამბობენ რომ ყველაფერს აკეთებენ კი ყველაფერი გააკეთეს და პრობლემაც ეგ არის ხალხნო ანუ ეს რო არის ყველაფერი რაც გაკეთეს და ეს რო არის მაქსიმუმი და ამის იქეთ ანუ რაზა ჩამოვიდა ყაველაშვილი და ვიღაცა კობახიძე და ტალახაძე თხელდუტის ჟილეტ მოცმული და ფანჯრის რაფაზე შემოსდნენ და იქ ფანჯარაში ანარექტში ჩანდა რომ აქეთ სუფრა ქონდათ დაასხნენ და იმსჯელეს რაზე ანუ ეგ ჩვენთვის ანუ თუ მაინც და მაინც მოხალხეებს რასაც ურიგებდნენ რამდენად ხო ეს დარიგებაც რაღაცა როგორ რომ რაღაცა ჩვენ ეგეთი кейსებიც ქონდა რომ ადამიანი გვირეკავდა და აი ამათ აუტანიათ რაღაცა საკვები და დაუტოვებიათ ერთ ოჯახში და 80 წლის ადამიანი ანუ პრობლემა ის ქონდა იმ ადამიანს რომ ვერ გამოდიოდა საერთოდ ჭიშკრიდან და იქ როგორ ჩავიდა და ანუ იმის თქმა მინდა რომ ამათი რაღაცნაირი გულგრილობა ანუ ამათი საქმე ყველაფრის გაკეთება ნიშნავს იმას და ეს პირველი არ არის ხალხო ჩვენ ამათ მხოლოდ ოზურგეზე ხო არ არის ეს ანუ მთელი საქართველოს მასშტაბი ჩვენ ამათ გურიაში მეწყერი ვაპატიეთ შოვი გავუტარეთ ანუ შოვში როდესაც ხალხი მიწაში იყო ჩამარხული იქ ნახეთ გუბერნატორი თუ ვიღაც ბახილება მოცმული ფეხზე ბოტასებით რო ავიდა ანუ ეგ არის მაგათი სახე თალაკვაძე რაღაცა ბურანზე მომჯდარი გუდაურის იმითი რა ქვია ლუკით და ვიღაცების სთორები ოფროუდის მანქანიდან და ეს ოფროუდელებიც ანუ ჩვენი მებრძოლები იყვნენ რომ აი ჩვენ ყველასთან მივალთ ეს იმდენად ფასადური არის და იმდენად სასაცილო არის უბრალოდ მაშინ არ იყო ამისი დრო რომ ჩვენ ამაზე გველაპარაკა ხო
მთელი ამ ამბის გათვალისწინებით ეხა ეგ ერთი საკითხია ის რომ თოულმა გამოაჩინა რა პრობლემებიც იყო და მეორე საკითხია ის რომ როგორ რეაგირებდა თვითონ ხელისუფლება თავის ვალდებულებებზე და ამას თითქოს რაღაცა თავზე გახვევს რომ ანუ ეს გაგიკეთდა მადლიერი უნდა იყო ის რაც სინამდვილეში უსიტყვოდ და რა ვიცი უხმოდ და ყველანაირი რეგალიების მინიჭების და რაღაცა იმის მირტყმის გარეშე რომ რაღაცა მევქენი ამას უნდა აკეთებდეს მაგრამ მეორე ნაწილი არის კიდე ასევე რაც ჩვენთვის ყველაზე უფრო პრობლემური და ტრაგიკული არის რომ დავინახეთ რომ ხელისუფლება არ თანამშრომლობდა მოხალისეებთან და ანუ პრინციპში ყველა მათი ინიციატივა ან კომუნიკაცია ან რაღაცა ამასთან დაკავშირებით თანამშრომლობის ცდელობა იყო რაღაც უგულებელყოფილი ან ხელშეშლილი აი რა სიწევდა ვთქვათ შენში როგორც ამ პროცესში უშუალოდ ველზე ჩართული ადამიანისთვის ან რაღაც საორგანიზაციო ნაწილში რა შეფერხებებს იწევდა ეს ამბავი გარდა რა ემოციას ქმნიდა რა პრაქტიკულ პრობლემას ქმნიდა და ვთქვათ რა იქნებოდა შენი ხედვით იმ შემთხვევაში თუ ვთქვათ ეს თანამშრომლობა შედგებოდა რა შედეგს მოგვიტანდა კი ბატონო ანუ სიმართლე გითხრათ მე რაღაცა ერთი წამითაც არ მქონია იმისი განცდა რომ ესენი ითანამშრომლებდნენ იმიტომ რომ ჩვენ ამას ძალიან დიდი ხანია ვუყურებთ რომ მათთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს ან ეს რა ამისი რა ვიცი სულ რომ ყველაფერი დაივიწყო რაც უკეთებია ამ პროცესში ადამიანის სიცოცხლეს ვერ შეაფასებ, ანუ თუ შენთვის ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ვერ იტყვი რა, აი თოლში რომ ჩაიმარხება ის მეწოდება და ისა რა ქვია, პოლიციელი რო ცემაში მოკლავს, ის არ მეწოდება. ანუ ეგ არის რაღაცა მაგათ აი ეგ მორალი, რომ მნიშვნელოვანია რომ ერთი ადამიანის უფლებაც კი დაცული იყოს და ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი დაცული იყოს, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ეს არ აქვს. ამ პროცესში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ანუ ემოციურად მე ამას არ ველოდი, ანუ ემოციურად მე გულწრფელად რო თქვა, ანუ ამისი ისა რა ქვია დარტყმა ჩემთვის არ ყოფილა, რომ რაღაცა იმედი მქონდა, რომ ხელისუფლება ჩვენთან ითანამშრომლებდა და არ ითანამშრომლებს, თუმცა პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ, რომ აი ამ რაღაცა კოორდინაციის და თანამშრომლობის შემთხვევაში ბევრად უკეთესი შედეგი დადგებოდა და ბევრად უფრო სწრაფი რეაგირება მოხდებოდა ჩვენი მხრიდან და ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ეს ინფორმაცია ერთ ჯგუფთანაც, ანუ კონკრეტული кейსის შესახებ ერთ ჯგუფთანაც მიდიოდა მეორესთანაც ეს რესურსები მე არასწორად იხარჯებოდა და მათი მხრიდან აი სულ იმას ვითხოვდი რომ მინიმუმ აი რაღაცა სტატისტიკები მაინც გამოაქვეყნონ რომ რაღაცა კი იცით ანუ როგორ მუშაობს ეს სოციალური ქსელი შეიძლება ერთმა რაღაცა 1 საათის წინ დადო ახლა დაიდო ვიღაცამ გადააზიარა ანუ ეს ამისი მართვა იყო ძალიან რთული და მათი მხრიდან რომ ყოფილიყო რომ აი რაღაცა რა ვიცი არის 10 კრიტიკული кейსი აი ამ სამთან წასვლა შეგვიძლია ჩვენ და აი ამ 7-ზე დაგვეხმარეთ თქვენ ეს იქნებოდა რაღაცა ისა რა ანუ ბევრად გაუმჯობესებდა აი ამ და გაამარტივებდა მუშაობის ხარისხს მიუხედავად იმისა რომ ჩვენთან რაღაცა ჩვენს შტაბში შემოსული кейსების 80% თუ მართლა რაღაცა ისეთი არ იყო რასაც ფიზიკურად ვერ ვაკეთებდით ეს იყო მაგალითად რაღაცა რეცეპტით გამოწერილი წამლების ყიდვა და ასე შემდეგ ჩვენ ეს ყველაფერი დავფარეთ თუმცა შეიძლებოდა რომ დაფარულიყო ბევრად უფრო მარტივად, ბევრად უფრო რაღაცა რესურსების დაზოგვი და ის დაზოგილი რესურსი მოხმარებოდა ისევ სხვას, იმიტომ რომ ჩვენ მიზანი ხო იდეაში ერთი უნდა გქონოდა. ჩვენ უნდა გქონოდა მიზანი, რომ ამ კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანებს დავხმარებოდით, თუმცა ეს ნათელი იყო რომ მათი მიზანი ეს არ ყოფილა ეს მიზანი ჰქონდა მოხალისეებს მათი მიზანი იყო რომ რაღაცნაირად ამ ვერტიკალიდან წამოსული ბრძანება შეესრულებინათ რომ გამოჩნდით თქვენ რომ რაღაცას აკეთებთ და ისიც მართლა სანამ არ დაიქცა ქვეყანა ამათი რაღაცა ზურა არ ყოფილა სანამ ჩვენ არ ავტეხეთ განგაში სიგნალი და ამათი მიზანი იყო ამისი პიარი, რომ თურმე ვიღაცას რაღაცა გაუკეთოს, ვიღაცა საჭმელი აჭამეს და რაღაცა ერთ-ერთი ვისი პოსტი იყო, აღარ მახსოვს, მაგრამ ერთი და იგივე ადამიანთან მისული, ისა რა ქვია, ერთი და იგივე პერსონა სამ სხვადასხვა პოსტში იდო, ანუ ვიცით ხალხო, რომ თქვენს ვიღაცებთან მიხვედით, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი და გასამიჯნი რაც იყო და იმედია ამას ხალხი სწორად და დააფიქსირებს. საერთოდ ესენი რას აკეთებენ ამ წლების განმავლობაში, რომ რაღაცებს ურეგში ვნახეთ ადამიანმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს მართლმადიდებლობისთვის თუ სად იყო აღარ მახსოვს.
ჩვენ იმდენად გაჭირვებულია ხალხი და იმდენად გაათითოკაცეს ამ რაღაცა სიღატაკით და იმდენი პრობლემა აქვს ერთ ადამიანს, რომ იმას აღარ რჩება რაღაცა მენტალური, ფიზიკური, ფინანსური თუ ყველანაირი რესურსი, რომ მეორე ადამიანის გაჭირვებაზე მეტნაკლებად იფიქროს. ხო, თუმცა რა იცი, ანუ გასაგებია, ეგაც აღანაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ აი რაღაცა ხელისუფლებას არ უნდა კონდეს, აი რაც იყო, რომ რაღაცა ადამიანებს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობამდე დაყავდათ, რომ აი რატო არ გაკვალავ შენ სახლთან ამ გზას და რაღაცა ასე შემდეგ. თუმცა ანუ აქ ჩვენ რაღაცა ისეთი кейსებიც გქონდა, რომ აი ჩემს მაგალითად ანუ მართლა ისიც მართლა ძალიან მიყვარს, როცა აი შენს მეზობლად მარტოხელად დედას, რომელსაც 4 შვილი ყავს და სახლზე სახურავი შეიძლება ჩამოენგრას, როცა მეზობელი არ გამოდის, გარეთ და არ კითხულობს მის ამბავს. ეგეც ანუ ეგ ნაწილიც ჩემი აზრით არის სალაპარაკო, რატო ხდება ეგ? ანუ საზოგადოება რატოა თქვათ მისული აქამდე, რომ მას არ აინტერესებს რა ხდება მისი ეზოს გარეთ. აი ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდი ახლა, რომ აი ტოტალური გაჭირვება წლები ხალხმა წარმოიდგინეთ, რომ რა ვიცი, ჩოხატაურში 18,000 მოსახლიდან 11,000 რო სოციალურად დაუცველი, ანუ ადამიანს მე ანუ საბედნიეროდ არ აღმოჩენილ ვარ არასდროს მაგ მოცემულობაში და აი ვერ ვიტყვი რომ მაგალითად მე რო ეხა ვარ დეიდა და მყავს 4 შვილი და ვფიქრობ რომ ამ ბავშვებს ხვალ რა ვაჭამო და სახლთავზე ჩამომექცეს ჩემზე უფრო გაჭირვებული გვერდზე რო იქნება მე არ ვიცი ამისი მენტალური და ანუ ადამიანური რესურსი თუ შემრჩება ეს ყველაზე არ არის საუბარი რა თქმა უნდა და საზოგადოება რო რაღაცნაირად შეცვლილი არის და გულგრილი არის და ეს გულგრილობას მე სხვას ვერაფერს დავარქმე ანუ სხვას ვერაფერს დავაბრალებ თუ არა ამ წლების განმავლობაში ტოტალური სიღარიბე თავის გატანაზე ორიენტირება შიში რაღაცის გულგრილობა საკუთარი ქვეყნის ბედის მიმართ კი ბატონო ეგ ჩვენი კი ანუ მაგას ანუ ამ გულგრილობას ხალხმა შეგვაჩვიეს ანუ ვინც ამ პროცესებში არის რაღაცა მეტნაკლებად წლების განმავლობაში ჩართული ანუ შეგაჩვიეს ანუ შენ რო ტელევიზორში უყურებ რომ ვიღაცა წაქცეულ ადამიანს სახეში წიხლს ურტყამენ და ამაზე რომ ანუ რეაქცია რო არა გაქვს შენ რო დედა ხარ მაგალითად და უყურებ რომ ვიღაცის შვილს უკანონოდ ასამართლებენ და 18-19 წლის ბიჭებს ციხეში ყრიან არაფრის გამო და პლუს ამას აწამებენ და ამაზე რეაქცია არა გაქვს ეს ნიშნავს იმას რომ შენ მეზობელზე ხო ანუ თოვლმა რომ ვიღაცა სახურავი ჩამოანგრია ამაზეც რეაქცია არ გექნება და ამაზე ამათ იზრუნეს რომ საზოგადოება გამხდარიყო გულგრილი რომ საზოგადოებაში სოლიდარობის განცდა არ ყოფილიყო და რომ საზოგადოებაში ემპათია არ ყოფილიყო ამაზე ამათ იზრუნეს გაყოფილი და დაპირისპირებული თუმცა საბედნიეროდ ჩვენ ამ რაღაცა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა რომ ვთქვათ ესე საფუძვლიანათაც ვერ შეუსრულებიათ ეს რუსული დავალება და ჩვენს ქვეყანაში არის უდიდესი ნაწილი საზოგადოების რომელიც მართლა ნათელ და სამაგალითო ერთიანობას და სოლიდარობას აჩვენებენ არა მხოლოდ ერთი რაღაცა კონკრეტული მისი რა ქვია თემის მიმართ, არამედ ზოგადად. მე მგონი ამაზეც ხო უბრალოდ ერთი რაღაცის დამატება მინდოდა და მე გადავედი სხვა თემაზე, რომ აი ამ მადლობის და ანუ რო გამადლიან რაღაცა გაკეთებულ საქმეს რა. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიაზროს და ამის გააზრებაშიც ამ წლების განმავლობაში ხელს უშლიდნენ და პროპაგანდით ამას ანგრევდნენ, რომ ეს ხალხი არის ჩვენი დაქირავებული და ეს ხალხი ვალდებულია რომ რაღაცები გააკეთოს. ვიღაცა თუ მათ მადლობას გადაუხდის, ეს იქნება, რა ვიცი, რაღაცა გულწრფელი მადლობა, მაგრამ თუ არ გადაგიხდი მადლობას, ანუ ეს არის პასუხისმგებლობა. ანუ ექიმი რო ოპერაციაზე შედის ის პასუხისმგებლობას იღებს, რომ ამ ჭრილობას გაკერავს, ხო? და ესენი რას გვეუბნებიან? ანუ წარმოიდგინეთ ექიმი რომ ოპერაციაზე შევიდეს, რაღაცა ძაფი რო არ იყოს, ჭრილობა გაუკეროს ნახევრად და მოკვდეს ადამიანი. მაგრამ პატრონს ეუბნებოდნენ რომ მე რა ჩემეძლო გავაკეთე ეს ნახევრად გავუკერე ეს ჭრილობა. ხო, ოპერაცია წარმატებულად, მაგრამ პაციენტი გარდაიცვალა. ანუ გავუკერე ეს, მაგრამ ეს არის ჩემი რესურსი. ანუ აქ ხო ექიმის ბრალეულობა დადგება. თუ ვისი ბრალეულობა, ანუ რაღაცა საჭირო რესურსი რო არა გაქვს, კარგად რო ვერ გეგმა
იღებდნაv, პრევენციის ზომებს რო ვერ იღებ, რომ ეს თავიდან აირიდო, ამინდის პროგნოზში რო ვერ იყურები, მოქალაქეს რო შია, თავზე სახურავი რო ინგრევა, ისედაც ავარიული როა ეს სახლები და ოზურგეთი ლანჩხუთის გზაზე ყველა 15 მეტრში მეწყერსაშიშია რო არის დარჭობილი და რამდენი ოჯახი ექვემდებარება გამოსახლებას და ამაზე რომ მერე გამოიბერტყავ ყურს, რაღაცა რომ მოხდება და კიდე მადლობას რო ელი ამაზე ამორალური არ ვიცი რა შეიძლება იყოს. და მან ერთი მომენტია კიდე რასაც შენ ამბობდი, მაგას გავაგზელებ, რომ ისა ანუ აქ ჩვენ შტაბი იყო, ანუ კოორდინაცია ჩვენი ოფისიდან ხდებოდა და იყო უამრავი ადამიანი და მთავარი ამბავი რა არის, რომ 90% ამ ხალხის ვინც აქ მოდიოდა, სახელი და გვარიც კი არ ვიცით რა. ვნახეთ რამდენი ის რაღაცა 3-4 დღის პანძილზე უფრო აქტიურად რაც იყო ახლა ერთი კვირაც, მაგრამ მოვიდნენ და გაქრა ეს ხალხი, ანუ არავინ არ იცის შეიძლება რომ იქ ვინ რა გააკეთა რა და არც არავინ არაფერს ითხოვს ამისთვის ეგეთი მოცემულობაა და აქეთ მეორე მხარეს მართლა ინფორმაცია ვიცით ხო პატარა ახლა ზურგეთი და ყველამ ვიცით სად რა ხდება, მაგრამ აქ იყო ეგეთი დავალება, რომ ეს რაღაცა იმ ჩანთას რო აძლევდნენ ადამიანს, აუცილებელი მისაყოლი წინადადება იყო, რომ ხელისუფლებისგან თუ მთავრობისგან გამოგზავნილი და შენ იცოდე ვინ გაჭმევს იმას რა და აქ ძალიან დიდი განსხვავებაა ზოგადად საზოგადოების მოწყობის მოდელში და აზროვნებაში, სად დგას ეს საზოგადოება მართლა რა გვინდა და ვინ მყავს ხელისუფლებაში რა, იმიტომ რომ იმათ მართალია, იმათ აქვთ ვალდებულება ანუ იმან ეს უნდა აკეთონ და კარგად გაკეთებულში მადლობასაც გადაიხდით ადამიანები და იმასაც არ ვამბობ ჩვენ რომ იქ ჩართული ახლა მოხელეები და რაღაც თანამშრომლები გულთან არ მიქონდა და არ მუშაობდნენ და ვიღაცამ ღამე არ გაათია ამაზე რაღაცა შრომაში რა რაც აკეთეს მე კი დაგვიანებული იყო თუ რაც იყო მაგრამ ამას არ ვამბობთ მაგრამ სისტემურად და ხელმძღვანელობით მიდგომა კიდე რაღაც ფაქტებს მართლა არ ვამბობთ რა რაც იმდენად გაუგონარი და ამაზრზენია ამ მოხალისეთა და ხელისუფლების თქვათ ეგ ჯიბრში და დაპირისპირებაში რომ წარმოუდგენელია მაგრამ ეგ არის მაგათი ვალდებულება და კაი კარგ გაკეთებულს მადლობასაც იმსახურებ მაგრამ პრობლემა ეს იყო რა მაგათმა ვერ იმუშავა და მთავარი რა იყო კიდე რომ კრიტიკულ ნაწილში მიაწოდო ის რაც სჭირდება უცებ გადარჩენისთვის, თორე ერთი კვირის მერე რაღაც პროდუქტებს რო აუტან, ეს ალბათ ჰუმანიტარული აქცია და ყოველთვის ყველა შეა რა. ხო, წაადგება აუცილებლად. და მაინც ახლა ძალიან ისეთი ბევრი იყო ისეთი ამბავი, რაც საკმაოდ მძიმე დაისახა ჩვენზეც, ანუ მართლა მასე იყო ანუ ფიზიკური გადაღლა, მენტალური გადაღლა, აი ყველაფერი შეგვეხო იმ დღეებში თვითონ ჩვენც ვინც ამ ამბავში ვიყავით ჩართული. შენ თუ შეგიძლია იმის გახსენება, რა ყველაზე მძიმე ამბავი რა იყო? ანუ რაც აქ მოხდა ამ დღეების განმავლობაში და ამაზეც რო ვილაპარაკო, თუ იხსენებ რამე ეგეც. ცოტა შორიდან მოვული, საერთოდ რამდენად მძიმე არის ის ყოფა და მოცემულობა, რაშიც ვართ, იმიტომ რომ აი ამ რაღაცა მომენტში რო აღმოვაჩინეთ საკუთარი თავები, რომ რაღაცა ამ გიჟურ რიტმს ძალიან ჩვეულებრივად ავყევით და რაღაცები დავამენეჯმენტეთ ძალიან სწრაფად და ეს რაღაცა თვითდინები და ავტომატურად მოხდა, მაშინ გავაანალიზა, რომ რამდენად შეგვაჩვიეს ხალხმა ჯოჯოხეთში ცხოვრებას, აი ამ მოცემულობაში ცხოვრებას, რომ ერთ დილით იღვიძებ, რა ვიცი, ანუ ესეთი ცხოვრება გამოვიარეთ, რომ დილით გაიღვიძებ, ვიღაცას იჭერენ, იქ სახლში გარბი ხარ, მე აქეთ ვიღაცა ცემეს, ვიღაცას ეძებ, საავადმყოფოსთან გარბი ხარ, აქეთ უცებ რაღაცა სტიქი არის და ვიღაცისთვის რა გაუყვალავში გარბი ხარ და ანუ ამაზე დაფიქრებს, ანუ ისე შეგვაჩვიეს რაღაცა აი ამ გაუგონარ მოცემულობას რომ ძალიან მარტივად ვახდენთ ადაპტაციას. ყოველდღიურობა გახდა ეს ჩვენი. ყოველდღიურობა გახდა და ანუ თითქოს არაფერი, ანუ თუ დააკვირდით ამ პროცესს, ის ანუ თითქოს არაფერი ისე მივიღეთ ეს ყველაფერი რომ ნუ ხელისუფლება რა თქმა უნდა ესენი არაფერს არ აკეთებენ და აბა ეხა ჩვენ ვიცით, იმიტომ რომ ხალხი არის გადასარჩენი რა და ძიმეს თუ რამე კითხვა არ გაქვთ მე მოხალისეების დადებით მომხარეებზე ამითი დავიწყებ თუ არა და მე მაგაზე გადავალ ანუ ბევრი კომენტარი შემხვდა ეგეთი რა მე ეს ხალხიო რაღაცა რუსთაველზე ვინც დგასო ტყილაო თუ რაღაცა ქუჩაში რო დარბისა ეგ ხალხი ჩამოვიდესო აქა და
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმ ხალხის 99% ვინც მოხალისეობის აი ამ აქტში იყო ჩართული, ზუსტად რუსთაველიდან იყო წამოსული და თუ ანუ მე ეს არც გამკვირვებია, მაგრამ ანუ უდიდესი, ანუ ემოციურად უდიდესი რაღაცა ბუსტი და ბედნიერება მომანიჭა იმან, რომ აი რუსთაველის აქციაზეც თუ ვინმე ერთხელ მაინც გაუვლია და განსაკუთრებით აი ეს მძიმე დარბევების პერიოდში, იქ საერთოდ არ კითხულა ვინ არის რა. არავის შეიძლება არ იცნობდა, მაგრამ ზუსტად იცი, რომ წაიქცე ვიღაცა წამოგაყენებს, წამალი დაგჭირდება ვიღაცა მოგაწოდებს, წყალი დაგჭირდება ვიღაცა მოგაწოდებს და რა ვიცი, გამოყვება ყველანაირ განსაცდელში რა. ამ ზრუნვის და სოლიდარობის საოცარ მაგალითებს ვნახულობდით ჩვენ მთლიან პროტესტის განმავლობაში, არა მხოლოდ ბოლო რამდენი წელია ეგრე ვართ და ძალიან აი მართლა ერთ წამში ამ რაღაცა უკვე აშენებულმა კოორდინაციამ და სოლიდარობამ და ერთმანეთზე ზრუნვამ გადმოინაცვლა ოზურგეთში, ანუ გურიაში, არა მხოლოდ ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში. და ამ ხალხს ვიღაცები რა შემოდიოდნენ, გადიოდნენ, რაღაცნაირად ცნობდი რა, რომ სადღაცა ყავს ნანახი, აქციაზე ყავს ნანახი, რაღაცა ვიღაცის სახლთან ყავს ნანახი, ვიღაცის სასამართლოზე ყავს ნანახი, ეს ის ფრაზებია, რასაც ამ ხალხს ვეუბნებოდი, რომ იმის სასამართლოზე გნახე მე მგონი და იმ დარბევაზე გნახე, თავად იყო დაჭერილი და ანუ ეს ამან მომცა უდიდესი იმედი მე იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შეიძლება გქონდეს ჩვენ რაღაცა მარტოობის და უსუსურობის შეგრძნება, ესე არ არის ხალხო და ჩვენ არ ვართ მარტო და არ ვართ მარტო არა მხოლოდ აი იმ რაღაცა დრაკონული კანონების და ჯარიმების და დაპატიმრებების წინაშე კი არა ვართ ანუ არ ვართ მარტო მხოლოდ ამ რაღაცების წინაშე, არამედ არ ვართ მარტო ნებისმიერი რაღაცა ცხოვრებისეული განსაცდელის წინაშე, იქნება ეს თოვლი, წვიმა, სახლის ჩამონგრევა, მაღალი წნევა, დიაბეტი თუ რაღაცა, ანუ ამ ხალხმა იმხელა სოლიდარობა და იმხელა ერთიანობა და იმხელა კოორდინაცია აჩვენა არსაიდან, ანუ იმიტომ რომ აქ არის უდიდესი სხვაობა, ისინი, ანუ ის მხარე იმართება შიშით. იმას ეშინია რომ რაღაცა ნაბიჯი რო გადადგას, ვიღაცა ამაზე პასუხს მოთხოვს და ჩვენ მხარეს არის გულწრფელი სურვილი, უკეთესი მომავლისა, გულწრფელი სურვილი ადამიანების დახმარებისა და გულწრფელი სოლიდარობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მე შენ არ მოგთხოვ პასუხს ერთი პარკის საჭმელი ვისთან წაიღე, არ ჩაგიტარებ გამოკითხვას ვიღაცასთან წამალი რომ იგაქ ეს ქოცია, ნაცია, ლელუა თუ ვინ არის უბრალოდ ვიცით, ერთნაირად თანხმდებით ყველა, რომ როდესაც ადამიანი განსაცდელშია, როდესაც ადამიანს უჭირს, ამ ადამიანს უნდა დაეხმარო. და ხო, ეს ცოტა გამიგრძელდა, ყველაზე რაღაცა ძალიან ბევრი სევდიანი ამბავი იყო, მართლა აი არ ვიცი რა, გარდა იმ ტოტალური გაჭირვებისა ყველას, რომ რაღაცა უჭირს და ასე შემდეგ, რავი ხალხსახლები დაენგრა, იქ იყო ძალიან მძიმე ავადმყოფები, ვინც ჩვენმა მოხალისეებმა გამოიყვანეს, მათ შორის იქ იყო, რა ვიცი, ბავშვები მაღალი სიცხით, რაღაცა ჩავარდნილი ავადმყოფი და ანუ ამ გაჭირვებას აღარ ჩამოთვლი, მაგრამ ერთი იყო ძალიან ისეთი განსაკუთრებული кейსი ჩემთვის, რომ ეგეთი რაღაცა შემოვიდა, რომ ვიღაცის ნომერი იყო და ის საჭიროება, გამხნევება, გამოლაპარაკება. და ამ ადამიანს რო დაურეკე, ანუ თვითონ რაღაცნაირად იქეთ რაღაცნაირად გამამხნევა და მადლობა გადამიხადა იმ ყველაფრის რასაც ვაკეთებდით და ეგეთი ამბავი იყო, რომ ცენტრალური გზიდან 1 კილომეტრის მოშორებით გზა გაწმენდილი არ ქონდა, მთელ უბანში ეს ადამიანი ცხოვრობდა მარტო და უბრალოდ ამაზე ფიქრი წარმოიდგინეთ თქვენ, რომ შეიძლება ყველაფერი გქონდეს, მაგრამ იცი რომ რამე გაგიჭირდეს, ანუ ადამიანი არ აყავს, რომ ამ გაჭირვებას გაუზიარებ და ეგეც დიდი პრობლემა არის, რომ უბანში რომ ერთი ადამიანი ცხოვრობს, ნიშნავს, რომ იქაურო იმდონეზე მკვდარია, რომ იქიდან ხალხი გარბის და ამ ადამიანს უბრალოდ ჭირდება და ადამიანის ხმის გაგონება, რომ ეთქვა, რომ თუ რამე დაგჭირდება, მარტო არ იქნება, იმიტომ რომ იმან იცის, რომ სოფლის გამგებელი არ არის და რამე რო გაუჭირდეს, არც თალაკვაძე ავარდება ბურნით, არც ვერტფრენს გაუგზავნიან და იქნება ისევ აი ამ ჩვეულებრივი ჩვენნაირი ადამიანების იმედად. ამან რაღაცნაირად ჩემზე ძალიან ისე იმოქმედა ემოციურად, რომ ხშირ შემთხვევაში საჭირო
საჭირო არის მხოლოდ ვიგრძნოთ ერთმანეთის თანადგომა და არა მხოლოდ თანადგომა, უბრალოდ ერთმანეთის არსებობა, რომ ადამიანს გვერდით ვიღაცა ყავს სადღაც, რომელიც მის რაღაცა დარდს იზიარებს და ამ დარდის გაზიარებაში არაფერს სანაცვლოდ არ ითხოვს რა. ძალიან კარგი ის არის, რა ქვია, ამბავი ეგ ნაწილის და ამაზეც ალბათ დავასრულებ ჩვენ. უბრალოდ ვიტყვით იმის თქმა მინდა, რომ ეხლა ჩვენ ნუ რამდენიმე მეორე გადაცემა ამ ფორმატის, სადაც ჩვენ ვლაპარაკობთ ამ სტიქის მოვლენების დროს ჩვენს გამოცდილებაზე და ეს არაფრით ვინმე ისე არ გაიგოს, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ვქენი და ჩვენ დავატრიალეთ ისა ჩვენ თავზე ავიღეთ რა. აქ იყო უამრავი ადამიანი, რომელსაც შეიძლება მანამდე ისე არ ვიცნობთ, მაგრამ დღეს ჩვენი მეგობრები არიან, უამრავი ოზურგეთელი, ეხლა სახელობითად ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მადლობა ყველა მათგანს, ვინც აქ ამ ოფისში იყო და უდიდესი საქმე გააკეთეს. ეს მოხდა ნანოკას ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, დაიტოვე, ასევე იყო დაიცავი ჯგუფი, კიდე სხვადასხვა ჯგუფის ხალხი იყვნენ, უამრავი ადამიანები. თუმცა პერსონალურად მე მაინც მინდა რომ თაკო გულბიანს მადლობა გადავუხადოთ. კი, თაკო, რომელიც იყო კოორდინატორი ამ მოვლენების დროს, ისა რა ქვია, ამ მოხალისეობრივი ამბავის და მადლობა ყველას, ხო და ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ მინდა ისე იქნეს გაგებული, თითქოს რაღაცა ჩვენ ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ, ჩვენი წილი რაღაცები რაც შეგვიძლია მაშინ ჩავდეთ, უბრალოდ ჩვენი მიზანია, რომ ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩვენი გამოცდილება და ჩვენი ემოციები გაუზიაროთ და რა დავინახეთ და რა პრობლემებს შევეჩეხეთ, ამაზე ვილაპარაკოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს და რავი, მადლობა ჩვენს მაყურებელს და პირდებით რომ რაღაცა ამ თემით და არა მარტო ამ თემით რაღაცა გარკვეულწილად ასე ინფორმაციულ ვაკუუმს შევავსებთ და რაღაცა ახალ ამბებზე დაველაპარაკებით. კი ბატონო. მეც მინდა პერსონალურად კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მინიმალური წვლილიც კი შეიტანა, ვინც ერთი პარკი მაინც კი წაიღო და აქ ხალხი იყო, რომლებსაც რა ვიცი, უბრალოდ ფეხით რასაც რაღაცა ხელში აიღებდნენ ის ტვირთი მიქონდათ ხოლმე ხელით ადამიანებთან. ყველა ადამიანს მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, ყველა მოხალისეს და ყველას ვინც მართლა ეს ამბავი გულთან ახლოს მიიტანა და რაღაცა თავისი კონტრიბუცია გასწია. ასევე არ მინდა ხოლმე რომ ჩემი რაიმე პლატფორმის გამოყენება დავასრულო იმის თქმის გარეშე, რომ თავისუფლება რეჟიმის ყველა უკანონო პატიმარს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ხალხი რომ გარეთ ყოფილიყო გურიაში იქნება და ჩვენთან ერთად და ამ რაღაცა სირთულეს ჩვენთან ერთად შეეჭიდება და თავისუფლება მათ რეჟიმის ყველა ტყვეს და თავისუფლება ჩვენ ქვეყანას, იმიტომ რომ თუ ეგ თავისუფლება არ მოვიპოვეთ, წინ არის ყველანაირი უბედურება და ჯოჯოხეთი არა მხოლოდ სტიქიური, არამედ ყველანაირი აბსოლუტურად. დიდი მადლობა. მადლობა რომ გვისმენდით.